2025 წლის საუკეთესო მოგონება. რა არის თქვენ? 2025 წლის ალბათ გუდაურის სეზონი ადრეული იანვარში. თხილამურები და სამეგო. მურები. კი, ან საუკეთესო მოგონება. აბას თუმანში ვიყავი წელს, ძალიან საინტერესო იყო. კიდე ჩემი დაბადების დღე იყო 26 ნოემბერს. ილოცავს მოგვიანა. მადლობა და ტრაკით დავეცი სკუტერზე. მაგარი იყო ძალიან. ოი, ძალიან მოლოდნელი. კი, ისევე როგორც ეს ინტერვიუ. ყველანაირად უნდა ვისი ამოვნოთ ამ ცხოვრებით. იმიტომ რომ არასდროს არ ვიცით, როდი შეიძლება დამთავრდეს. ამიტომაც უნდა შევირგოთ ყოველი მომენტი, რომელსაც ვატარებთ ერთად, ჩვენ მეგობრებთან ერთად, ოჯახთან ერთად და ასე შემდეგ. და სკუტერზე ფრთხილად. აუცილებლად ფრთხილად კი. 2025 წლის საუკეთესო მოგონებას ხო ვერ გაიხსენებთ? რავი, ყოველდღე მაბედნიერებს ჩემს ცელს რო ვხედავ. ეგაჩ. ძალიან კარგი. რაიმე გაკვეთილს ხო ვერ გაიხსენებდით, რაც ამ წელმა გასწავლათ? კი, ყოველდღე ვსწავლობ გაკვეთილებს. არ აქვს მნიშვნელობა რომელი წელი? არ აქვს მნიშვნელობა რომელი წელი. ყოველ დღე, ყოველ წამს, ყოველ წუთს ვსწავლობ. რა არის თქვენთვის 2025 წლის საუკეთესო მოგონება? მოგონება? დიახ. რავი, ბიჭო, ბათუმში რო გავიგაზით თორე. წვეთში. მთელი ზაფხული გავატარეთ რამეს ბათუმში და ძალიან მაგრად ვერთობოდით. სპონტანური გადაწყვეტილება იყო ეს? კი. სპონტანური გადაწყვეტილება. რო გაგიკვირდებოდ. აი, მაინც უფრო დეტალები რომ მითხრათ. საღამოხანი, თითო ბაკალი ლუდი და ნიკიტა მოდი მოვიხიოთ ბათუმში. და რამდენი ხნით წახვიდით? ნახევარი ზაფხულით დაჟე მეტით ავტოსტოპით. და რაიმე ისეთ უცნაურ ან პირიქით თქვენთვის ასამახსოვრებელ გამოცდილებას ხო ვერ გაიხსენებდით აი ამ ავტოსტოპის დროს? პირველ რიგში მეგობრებთან ერთად უფრო დაგვაახლოვა. მეორე ბევრი ახალი პოზიტიური ხალხი გავიცანით, ეს ერთ-ერთი მიზეზი არის, რატო მომწონს ზოგადად ავტოსტოპით მოძრაობა და ეგ იყო გამოცდილება მაგ ტრიპის ზუსტად. და ამ ადამიანებთან ახლაც ხო არ გაქვთ შეხება, ვინც გაიცანით, თუნდაც ამ ავტოსტოპის? ვინც გავიცანით, კი სკეით პარკში ვნახულობთ ხოლმე შიგადაშიგ. ძალიან კარგი მეგობარი ყავს და ანუ გავდივართ ხანდახან აგეთით. 2025 წლის საუკეთესო მოგონებას ხო ვერ გაიხსენებდით? 2025 წლის? ჩემ საუკეთესო მეგობართან საბერძნეთში რომ წავედი. რა მაგარი. დიდი ხანი არ ყავდათ ნანახი? არა, ხშირად ხედავ ხოლმე. ერთად იყავით, ესე იგი, მხოლოდ საბერძნეთში მოგზაურეთ თუ სხვაგანაც? როგორ გაატარეთ? საბერძნეთში სხვადასხვა ადგილას წავედით და რაღაც აილენდებზე და ასე შემდეგ ვიყავით. ზაფხულში? კი, ზაფხულში დაბადების დღისთვის დედამ საჩუქარი გამიკეთა და აი უებედნიერეს ვიყავი. 2025 წლის საუკეთესო მოგონებას ხო ვერ გაიხსენებდით? არ მოქვს საუკეთესო. არ ვიცი. გოგი. მაშინ 2025 წელმა რაიმე ხო არ გასწავლათ, რაიმე გაკვეთილი ხომ არ მოგწათ? დიახ. გაკვეთილი არის, რომ გააკეთეთ ის, რაც გსურთ და მთავარია ვიღაცას არ ავნოთ ამით რა. Carpe diem. დაიჭერეთ მომენტი, გაერთეთ ისი ამონეთ ცხოვრებით. რაღაცა მომენტი მაინც იპოვეთ ბედნიერების. ეს ალბათ რო გამოკითხავენ, ბოდიში, რო გამოკითხავენ, მომენტის თქვა არ გაგიჭირდეთ. წავიდეთ. მაშინ დაიმახსოვრეთ საუკეთესო მომენტები თქვენი ცხოვრების. 2025 წლის საუკეთესო მოგონებას ხო ვერ გაიხსენებდით? ძალიან ბევრი ტკბილი და კარგი მოგონებებია და ძალიან კარგი ჯობია. ერთ-ერთი რო გაიხსენეთ. ერთ-ერთი ის რომ ჩემთვის სანატრელ მოგზაურობაში ვიყავი, ჩინეთში ვიმოგზაურებია. მაგარია ჩინეთი. ჩემი ოცნებაც არის ჩინეთში მოგზაურობა. როგორი შთაბეჭდილებები? ძალიან კარგი შთაბეჭდილება და პირველი რაც იყო ჩემთვის გასაკვირი, ეს იყო მათი კულტურა და მათი სისუფთავე. რაც ვნატრობ, რომ საქართველოშიც იყოს ესეთი. და ხალხიც გაღიმებული და იღიმოდეს ყველა, ძალიან მინდა. ძალიან ბევრი მაქვს. მეგობრებთან გატარებული თითოეული დრო. შენი მეგობრები ძალიან ბევრს ნიშნავს ესე. რა თქმა უნდა, მე მგონი ყველა ნორმალური ადამიანისთვის მეგობარი თითოეული დღე საჩუქარია, თითოეული დღე გაკვეთილია და ყოველ დღე შეიძლება რაღაცა განსაკუთრებული ისწავლო ცხოვრებაში ადამიანმა, ასე რომ მადლიერი ვარ ყველა გაკვეთილის და ყველა დღის.
2025 წლის საუკეთესო მოგონება რომ მითხრათ თქვენი, რა იყო? ჩემი შეყვარებულის გაცნობა ალბათ. ხო, კი ეგაა, სიყვარული ყველაზე კაი რაღაცაა.